ღემშვიდობისა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მოგესალმებით ბიჭებო, მინდა რომ ასე იგი საოცრად ბედნიერი და პოზიტიური კვირა გისურვოთ. პირველ რიგში თქვენ და როგორ ხართ? გადასარევო და ასევე უერთდებით მისალმებას და ბედნიერ წარმატებულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. მე კიდე ლამაზ დღეს გისურვებთ, როგორც ჩვენი წამყვანი აქჩუარი ყოველდღიურად რომ გვაგიჟებს, მე ვამბობ და პირობაზე ამ წელს უნდა გავათხოვოთ ჩვენი თაკო. ულამაზესი, გამორჩეულად ულამაზესი. კი, ნამდვილად, დღეს რაღაც საქორწილოდ გამოიყურები რა. და ძალიან ბედნიერები ვართ და გვიხარია მის გვერდით. ნამდვილად. ქორწილის რეპეტიცია მაქვს დღეს. გადასარევი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო კომპლიმენტისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მაკოს ბუტიკს ასეთი ულამაზესი ლუქებისთვის და მინდა ჩვენი უსაყვარლესი, უპოზიტიურესი, უენერგიულესი საოცარი სტუმარი წარგიგინოთ, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი სტუმარი, თან ჩვენი მეგობარიც, რომელიც გვესტუმრა თავის ულამაზეს ოჯახთან ერთად, ხატია სიჭინავა. მოგესალმებით თავის ულამაზეს ოჯახთან ერთად გვესტუმრა. დრამას ნოზაძე, სპორტსმენი, ევა ნოზაძე, ოლი ნოზაძე, გაბრიელა ნოზაძე. ფანტასტიკური. ეძილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობა, აბა ბავშვებო, ჩამწკრივდი. მოკროს ხატია, მობრძანე. ჩამწკრივდი. აბრძანდით კომფორტულად. იცი რა, ძალიან ბედნიერი და ისეთი პოზიტიური განწყობა აქვს, აი როგორც ახალი. არვეტებით. კიდე ერთი არის, უბრალოდ ბაღშია ის პატარა და ამიტომ მატარებლით უნდა ვიაროთ. სრული შემადგენლობით დღეს ვერ არიან, მაგრამ მე პირობა დადეს რომ აუცილებლად მოვიყვანთ პატარა საწო. კი. ეს შესანიშნავი ოჯახი მოგზაურობს ხშირად, ისინებს და აი ზუსტად ეს აურა და განწყობა მოყვებათ. კი, ნამდვილად. და ძალიან სასიამოვნოა გადმოგვედო ჩვენც. ნუ აუცილებლად კომპლიმენტებით უნდა დავიწყოთ, სასწაულად ლამაზები ხართ გოგონები. მადლობა. ზეგი ჩვენ მისიდან გრანდიოზულ მოგზაურობაში იყავით ეგვიპტეში. კი, ჩვენ საერთოდ წელიწადში ერთხელ, ორჯერ თუ არა ერთხელ მაინც სულ ყოველთვის გეგმავთ ყველა ერთად. მივდივართ, მთელ თვითმფრინავს ვიღებ. ვიტყუები რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი ვართ რომ ნახევარი თვითმფრინავი ჩვენ ვართ. და ნუ მოკლედ ეს ერთად მივდივართ და ის ერთი კვირა იქნება თუ 10 დღე მაქსიმალურად ერთად 24 საათიანი გრაფიკით ერთად ვერთობით. კიდე კარგი გამოასწორეთ ეგვიპტედან ისეთი ამბავი გააკეთეს არგენტინელებმა. ასე რომ კი. ზამთარში იყო ასე. პირამიდები დაუნგრევი. ნამდვილად. აუ სასწაული თამაში იყო და ეხლა მაკეთ სწავლობ. არა, კიდე კაი გამოაცხადა. მაკეთ არ გოლი ეგეთი კაი თამაში ჯერ არ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატში. ბევრს ვისაუბრებ ძალიან მართლა სასწაული. ამიტომ დაუბრუნდეთ ისევ ეგვიპტეს. დაუბრუნდეთ ისევ საქმეს. ესე იგი თქვენი დასვენების ვიდეოებით და მხიარული ესეთი ფოტოებით აღფრთოვანებულია ადამიანებით და სრულიად საქართველო დარწმუნებული ვარ ძალიან პოზიტიურია, ძალიან მხიარულია. როგორ იგეგმება და როგორ ხდება ხოლმე ეს ოჯახური და მე ვიცი რომ თქვენ მეგობარი ოჯახიც ყავთ, ვისთან ერთადაც ამ ტურებს აწყობთ ხოლმე. როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორ მოიარეთ ეხლა, სადაც იყავით და რა განწყობით დაბრუნდით? ძალიან კარგი განწყობით. ოღონდ საქმე იმაშია რომ ჩვენ როცა ვგეგმავთ ხოლმე რომ ბავშვები წავიყვანოთ სადმე, ვცდილობთ რომ აი ბოლო მომენტამდე არ ვთქვათ, იმიტომ რომ მე იწყება დედა დღეს რა დღეა, რამდენი დღე დარჩა, რამდენი საათი, რამდენი წუთი. ნუ აი მუდმივ კითხვებში ვართ მე და ერთგვარი სიურპრიზიც გამოდის. ხო, პატარა სიურპრიზს ვუკეთებთ ხოლმე, მაგრამ ბოლო დღეებში ნუ ახლა მაინც უკვე პასპორტებს რო ვითხოვ და რაღაცა მონაცემებს ვიხვდებიან, რომ რაღაცა ხდება და იწყება ქაოსი სახლში, რომ აი მე როდის წავალთ და აბა როდის მივდივართ და როდის ნუ აი გზას საერთოდ ვერ ბრძნობენ, იმიტომ რომ ახლა ესეთი განწყობით რომ მიდიხარ, საერთოდ არ არის პრობლემა მგზავრობა და მოკლედ ესე დავგეგმეთ ეგვიპტე. წავედით 12-ნი ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენც და თიკოს ოჯახიც, ანუ ბავშვებიანად ყველა ერთად წავედით და ნუ აი 12 ადამიანი რომ გზავრობს ერთ თვითმფრინავში და აქედან 4-ია მარტო უფროსი და დანარჩენი ბავშვები არიან, აი ძალიან ისეთი ჭიკ-ჭიკით და ძალიან მხიარულ ნოტაზე ჩავედით ეგვიპტეში, ნუ ჩვენთან ზაფხული კი იცით ჯერ კიდე შემოდგომას გავს და იქ უცებ აი ამ სიცხეში რომ ჩავედით და რაღაც ყველგან წყალი და ყველგან გართობა და თან ისეთი სასტუმრო იყო, სადაც ბავშვის garaში არ გიშვებენ, ანუ ბავშვებზეა ორიენტირებული, აწყობილი იქ პროგრამა, გეგმები, ყველაფერი აბსოლუტურად მორგებულია. პროცესი გავყვეთ ხოლმე სოსკებით და აი როგორც რაღაცა ძიძის პოზიცია დამხმარე მოვიფიქროთ დიდის მე ისე ან შენ ამიყვანე ხელს ისე მიყვარს ზღვა რომ სპეციალურად ჩემმა მეგობარმა მაჩუკა პალმე
თხოვნებიანი პერანგი, რომ რაღაცა რო წახვალ მაგისთვის სპეციალურად ეს ყველამ გადასახადა. გამოიყენა უკვე. ჯერ არა, გვაჩამოა მალე აქ არა უშავ. ესე იგი აქ ისეთი ამინდია რომ ჯერ მე მგონი ვიდეო არ არის. მგონი ნაძვებიანი პერანგი ეჩუქებინა. ეჩუქებინა ჯობდან. როგორია შვილებთან ერთად ასო. რა თქმა უნდა, კარგი. მე ვამბობ რას გულისხმობ. თავგადასავლის მხრივ როგორი გამოწვევა მაინც თუ ასე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე მეუღლესთან ერთად წასვლა. მარტო ყველაზე კარგია, მაგრამ ეს ხუმრობა ნარევი. არა მგონია მარტო ძალიან მარტო კაცი ჭამაშია ცოდო. რა თქმა უნდა ეს ვიხუმრეთ ორე. მივესალმები მაყურებელს. იცი რა არის მამაჩემს დავყავდით ხოლმე ყველა ერთად რა მთელ ოჯახი დიდი მამა ჩვენი ოჯახიც დიდი ოჯახი იყო რა და არის უბრალოდ და ყველა ერთად მივდიოდი და ამ შესაბამისად შეჩეული ვიყავი იმებს რა ქვია ფარგლებს რასაც მამაჩემი აკეთებდა ტრადიცია ხო ტრადიცია როგორ მივყავდით როგორ მიფრთხილდებოდა და ვცდილობ ამ ფარგლებს არ გავწდე რა და უფრო მეტი დავამატო ხო იცი უკეთეს მამაზე უკეთესი უნდა იყო და ვცდილობ რომ უკეთესი გართობაც დავამატო უკეთესი მიდგომაც გაუკეთო შვილებს და ეს ერთგვარი ხიარულობას აგავს რა რომ აი ერთად ოჯახთან ერთად მივდივართ სულ ხუმრობები, სულ გადაღებები, სულ რაღაცის ძიებაში როგორ გავერთო და არის ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერიოდია როცა ჩემი ოჯახთან ერთად ვისვენებ არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეგვიპტეში იქნება ამერიკაში იქნება საქართველოში თუ სად ჩემ ოჯახთან ერთად ყველაზე კარგად ვერთობი და ყველაზე კაი გართობა არის მე მგონი დამეთანხმები ერთად ყველგან კარგი ხო და რო გადიხართ იქ უცხო რაღაცებს ნახულობთ რაღაც ექსკურსიაზე გადიხართ შვილებთან ერთად ძალიან კაი არის რა თქმა უნდა ეხლა დაგჭო მანდ მიკროფონი გაქვს მე მგონი აუცილებლად დაჭირდება ჩვენ ბავშვების დავალაპარაკოთ დარწმუნებული ზუსტად თან თემა არის რა ნუ ერთად რომ მიდიხარ და თან ეგვიპტე იმიტომ ავირჩიეთ მართლა რომ ბავშვებზე ორიენტირებული სასტუმრო იყო და აი მართლა რომ დავისვენე რა რომ არ მქონდა ის პრობლემა რომ სად არიან შვილები და როგორ არიან და რა ანუ დაკეტილი დიდი კომფორტი არის რა თქმა უნდა ვერსად ვერ წავლენ ვერ დაიკარგებიან ვერ ანუ ყველგან დგას მე და უსაფრთხოება არის ყველაზე მაგრამ უსაფრთხოება არის აი არ ვიცი არაფერი არ დაგეკარგება სადაც არ უნდა დაგრჩეს თან შენი დამოკიდებულება რო ვიცით ბავშვებთან მიმართებაში და ხო აი როგორ არის იცი სამი დღე რო ჩავდივარ ხოლმე რა მაინც მოჭიმული რო ხარ ხო იცი სულ ამათ სახელებს რო ვიძახი რაღაც სამი დღის მერე ხვდები რომ უნდა მოეშვა რა აი შენს უნდა ისიამოვნო ბავშვებსაც მისცეს საშუალება და ერთი მომენტი ყველაზე კაი მომენტი რაც არის და თან ოჯახთან ერთად რომ გზავრობ არ არის რა რეკომენდირებული გადაჯდომა იქინა და ერთ-ერთი ყველაზე კაი რაც არის ეგვიპტეში ერთი რეისი ჩადი პირდაპირ ფრენა არის პირდაპირ ფრენა არის და ჩადიხარ და ადვილად მიდიხარ და ძალიან კაი სიტუაცია ამინდებისი კარგი და აი რა ვიცი და თან სასტუმროებიც მართლა იდეალური კვება იდეალური რა ვიცი 7 რესტორანი იყო 7-ვე სხვადასხვა და რაც გინდა აიღე რა და მაღაზი აღარ ფიქრობ რომ აუ რა ჭამო რა ნაჭმები არის აი ყველაფერი ხო რა გამბურგერები რო არის ისინიც ყველაფერი რო არის მაღაზია აღარ ფიქრობ რომ ნაჭამები არიან თუ არა შიგნით აუზი გარეთ აი მე ყველგან და ბოლოს იცი როგორი სიტუაცია იყო რომ ბოლოს უკვე აი იმდენად თავზე გვეყარა ეს საჭმელი ჩემ თემას გავდივართ ბოლოს მეუბნება რომ არა всё ძალიან მოვიმატეო რა მეუბნება ხო და არა მე ეს 7 საათის ჭამკვებასო გამოვტოვე კაი თქო მე ხო იცი მე ხوار გამოვტოვო რაღაცა ფიქრობ და კაი თქო და 7 საათი 1 წუთი უკლია და ხედავ ამასთან უკრის მიერები გავარდი ისეთი გემრიელობები ძალიან გემრიელობები თან კაი არის რა მომენტი ეხლა ნუკრი რევიშვილი არის რა ეს ჩვენი ერთი ოჯახი ვართ რა ესე ჩავთვალოთ რა ჩვენაირი სულელები არიან ეგეც რა ეგეთი ოჯახი ყავს და ერთად მაგარს ვერთობით რა ვიცი სადაც ერთი ინტერესი გვაქვს ერთი გარტება და თან ერთად გეგმავთ ხოლმე ყველაზე კაი რა არის რომ ეხლა მარტო ერთი ოჯახი რო იგეგმება ოჯახში ცოტა ისე და ის მეორე ოჯახი რო გვერდში გიდგას და ერთად იგეგმება ხარისხიც მეტი არის, ხედვაც მეტია და აი ავიცი ყველანაირად. როგორ იყო იცი, ანუ ძალიან დიდი იყო სასტუმრო და აკვაპარკი იყო სხვა მხარეს რა და მე დათიკო რომ ხმებოდით აქეთ და ერთ ბავშვების პატარების კატეგორიას ვუყურებდით.
ეს ამ დიდებს აკვაპარკში უნდათ გადასვლა რა და ხან ნუკრის მიყავდა, ხან ნანოს ანუ გადანაწილებულები ვიყავით სხვადასხვა ტერიტორიაზე რა და აი თან ეხლა წარმომიდგენია რა ბედნიერი ხარ მშობელი, მაგრამ 10 ჯერ უფრო ბედნიერი არის ბავშვი. რა თქმა უნდა, ხო და ადრესთვის გავაკეთოთ. ევას განება რო არ დავიწყდებათ ეხლა ეს დღეები. რა თქმა უნდა. აი ეგრე არის. თქვენი დამოკიდებულება, თქვენი შეფასება. აბა როგორი დღეები იყო, როგორ გაატარეთ ეს დღე? სანამ ევა დაიწყოს ლაპარაკს, მინდა აუცილებლად გითხრათ, რომ ახალი საქმიანობა აქვს დაწყებული ევას, რო ჩამოვედით, მთხოვა რომ მეყიდა ძაფები. უკვე მივხვდი რომ ქუდი არის მისი მოქსოვილი. მოქსოვილი ქუდია. იდეაც დაიბადა, რომლის განხორციელებაც ხდება. ოჯახი. შემდეგ მოსვლაზე თითო ქუდი მე და ბექნუს ამოგვიყვება. ჭირდება. ადამიანი რომ წამოიღო რაღაც ესეთი სამთარი მოდის. და თან კიდევ ბიზნესისთვისაც ხო ფიქრო ბიზნესისთვის. კი, ბიზნესშიც ერთვება. მაშინ ვიყიდით. ხა ახლოს მიიტანე ხო. კაი, ახლა მოყევი ეგვიპტეზე დედიკო. ძალიან კაი იყო მეგობრებიც, თიკოს, შვილები, თან აუზში ჩავდიოდით, ხან აკვაპარკში, ხან საჭმელად. საჭმელებიც ძალიან კაი იყო, აუზით ძალიან კაი იყო, ხან აკვაპარკში ვსრიალებდით და ავრჩერდებოდით. განსაკუთრებული მაინც რა გახსოვს ახლა ეგვიპტე? ყველა მეზე მეტად რა დაგამახსოვდა? ღამე იყო კონცერტები და ძალიან კაი იყო, თან გოლფით და გოლფი გიყვარს? მაგარი. ფერი იყო, გოლფი, პადელი, არ ვიცი, ყველაფერი. და ყველაფერს აქტიურად იყავით ჩართულები, ხო? ყველგან. სადაც შეიძლება რომ ჩართულიყავით. საიდან დაიბადა ქუდის იდეა? ესე უცბად რომ დაფიქრე. მეთქი მოგხსოვ რამეს და ქუდი თავში ქუდი მომწონდა. მაშინ ქსოვა საიდან ისწავლე? აი თავისით ისწავლა მართლა? ხო? მე არ ვიდეო გაკვეთილები რამე? უცბად მომინდა რომ მომექსოვა და უყურე. ხო, ჩა. და ვიდეო გაკვეთილები. ან თუ გინდა, ხედავ რა კარგად ითვისებ ყველა. ესე იგი, ევა არის ყველაზე პატარა როგორც ვიცი, ხო? და გაბრიელა არის ყველაზე უფროსი. მოდი გაბრიელასაც ვკითხო და ხო, მაგრამ ოლიმ რო ცეკვა მოგიმზადეთ. ოლი მართლა? ხო, ოლი. გადმოვათ ოლისთან. არა. მე და ოლი ვიცეკო, წავიდა. მიდიგა. ნუ გწვენია. კაი, ეხა ხუმრობენ, მიდი. მუსიკა რასაც სიტყვით ჩაგირთავთ, პრობლემა არ არის. ხოლო ავლინ ავინი. მაიკლ ჯექსონზე მოგიმზადა ცეკვა. მართლა. ხო. მოყევი დედა ეთერში წავშკი არა. ძალიან კარგი იყო ეგვიპტეში და სადაც არ უნდა წავიდე ზაფხულს, ყველგან კარგად ვერთობი, მაგრამ ოჯახთან ერთად გატარებული და მაინც ყველაზე მეტად ამახსოვრდება ადამიანს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ну, რავი, უფრო შინაურულად გავერთეთ და კარგად გავერთეთ, ჩემი აზრით, ყველასთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ეგვიპტეში წასვლა და ну, არა მარტო ეგვიპტეში, ჩვენ ყველგან კარგად ვერთობით. კიკეჩიც, თბილისშიც და ეგვიპტეშიც ყველგან ერთად რო ვართ, კარგად ვერთობით. გაბრიელა, როგორც ვიცით, დამოუკიდებლად იყავი ამერიკაში წასული, ხო? კი. აი, ახლა ამ შტაბ-ჭილებებზე გვესაუბრე. როგორ შეეგუა დედა და მამა ამ ამბავს, რომ დამოუკიდებლად წახვედით, ან ასე შორს და მითხარი, შენ რამდენად კომფორტულად იყავი? მოწყვეტილი ოჯახს ვერ იქნებოდი კომფორტულად, მაგრამ მარტო გასვლა ცხადად კარგია, როცა დამოუკიდებლობას ადამიანები ვეჩვენებთ. ძალიან ნერვიულობდა დედა ჩემი. დარწმუნებულები ვართ? დაჟე ფიქრობდა რომ არ გავეში თავიდან, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ძალიან მინდოდა წასვლა და ამიტომაც გამიშვეს მამა ჩემაც და დედა ჩემაც, ძალიან მადლიერი ვარ. ეგ ნახე დეიდა ჩემი, რომელიც ძალიან ბევრი ხანი არ მინახავს და ეგ დამახსოვრდა ყველაზე კარგად და ძალიან ანუ დასამახსოვრებელი და კარგი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა. ну ძალიან კარგად გავერთე და ჩემი პირველ ანუ ესე შორმანძილზე პირველად გავედი დამოუკიდებლად და ძალიან მომეწონა მართლა გითხრათ და აი ისე გავერთე რომ მოგონებები დღესაც ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან დასამახსოვრებელი კარგი მოგონებები რა ქვია შევადგინე იცი ბევრი მოგონება უნდა გქონდეს ცხოვრებაში რამაზის უფრო უყურებდი რა მამები როგორ ვართ ამ მდგომარეობაში კი უპროვადულად ვითაფლებით და უპროვადულად ეგრეა კი შვილო მოდი და რაღაცა გადამწყვეტ სიტყვი და მე 10 ჯერ მეტად შეიძლება ნერვიულობდე, უბრალოდ არ გამოხატავ ამას და აი ყველაფერი გეწერა სახეზე, ეხა როგორ განიცდი და კარგი გაგებით. მაგრამ როგორ რა არის, იცი გაბრიელა არაჩვეულებრივი აზროვნების პატრონი არის რა. აი მართლა დედას ვიცავ, სწორება გავაკეთე ამაზე, რომ უფროსია, ისედაც ეკუთვნის და აი ჩემი პატარა გოგოებიც, ოლიც, ევაც სწორებას აკეთებენ გაბიზე და ისე აზროვნებენ, როგორც ჩემი გაბრიელა, ისე იზრდებიან. ცოტა რა თქმა უნდა განსხვავებულებიც არიან, ცოტა არა უფრო, მაგრამ აი კაია რომ რაღაცა სწორება გვაქვს გაბიზე და გაბი მაინც ისეთი ადამიანი არის რომ აზროვნებს მე ხო მეტიც იცის რაღაცა მარტოც რომ დავტოვოთ ეხლა სახლების სახში გაბი ისეთი უფროსი ტიპი არის და მაინც ხო რა იმედიანად თან ორგანიზატორული ნიჭი აქვს როგორც მაგარი ბავშვი არის გაბრიელა გაგაუწევთ მომავალში გაგაუწევთ აი ესეთი ნიჭის პატრონი არის და ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვიქნებით რაც უფრო ბევრი გვეყოლება გაბრიელასნაირი
ნაკლით უკეთესი. აი, ხო, აბა ასე რომ ძალიან გავერთე ამერიკაშიც, მაგრამ ჩემი აზრით ოჯახთან გატარებული დრო არის ყველაზე ისეთი დრო, რაც დაგამახსოვრდება კარგად. მით უმეტეს, როცა პატარა ხარ ჯერ კიდევ და შეგიძლია რომ ესე წახვიდე ოჯახთან ერთად და ყველა სალია ამისთვის ჩემი აზრით. ეხლა რა ხდება ცით რა საკუთარ თავებს გულისხმობ. აი ხედავ ეხლა მამას მიწეპებულ ადამიანს რომლის თვალებიდანაც ვარსკვლავები აი ესე დახვდება. ოლი თან რა სახელები ქვიათ? მე სახელებზე ვარ შეყვარებული. სასწაულის სახელები. დიდი ბებიის სახელები. სახელებს თავის ისტორიები აქვს ამას. სასწაულის სახელები. გაბის ქვია კიდევ გაბრიელი უნდა დაგვერქვა ბიჭის ველოდებოდი და აღარ შეცვალეთ გაბრიელი. შევცვალეთ i8 ხო? გაბრიელი დავარქით. შვიდი თვე ბიჭს გვეუბნებოდნენ და საბოლოო ჯამში მოკლედ გოგო რო 15 ბიჭს უდრის ესეთი გოგოა. ოლი აბა შენ სანამ საეთერო დრო ამოგეწურება აუცილებლად გითხარი შენი შტაბეჭდილებები. ძალიან მაგარ გავერთეთ, გემრიელი საჭმელები იყო, ძალიან დიდი აკვაპარკი იყო და გურმანების ოჯახია ესე იქ, ყველაფერს აჭმელს და ასეთი გაგიხდა. არა, გადვილად. არა, ვეთანხმები. გადვილად ითქმის, გაიგე და ჩაატარებ ხოლმე. არა, ისე მართლა არის, ვეთანხმები. სასწაული, შადარა უნდა ყოფილ სასწაული. ესე იგი მე გურმანი ვერა ვარ. აბა ოლი. მაგალითად რეალობები იყო ხო და ბოლოს ჩამოვედით ჩემ მეგობარ ჩემოდანი დარჩა. დაკარგა თუ ნახავ. იპოვეთ? ვერაჯო, კი ვიპოვეთ სასტუმროში, მაგრამ ვერ მოგვაქვს ჯერჯერობით. ეხლა ქართველებს ეძებენ, ვინც ეგვიპტეში ჩადიან, რა ჯამო. და ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეორე ტური ჩავატაროთ, რომ ჩემოდნები წამოვიღოთ. აი ეგ უკეთესი იდეა. შემოდენების ძიებაში. ეგ უკეთესი იდეა. ძალიან კარგი იყო ოჯახთან ერთად გატარებული დრო და ძალიან გავერთეთ რა ბავშვები. ანუ მე რატო ვიყავი ყველაზე ბედნიერი, აბა დავაიოლი. როდის უნდა ვიცი? არ ვლინავენ. კაი, ახლა რა უნდა იცეკვოს? მუსიკა სტუდიაში. ანდრე, აბა ისე რომ მე რატო ვიყავი ყველაზე ბედნიერი თუ მიხვდები? აბა გითხარი. გამოიცნობთ, აი რა შეიძლება qofelიყო ჩემი ინდიკატორი ბედნიერების იქ. ბედნიერები? ალბათ ყველა გარშემო. რამდენ ადამიანს ვუკეთებ, რამდენიერი გემოვნება საჭმელზე წარმოიდგენ. არავინ არაფერს რო არ გთხოვს. ყველაფერი იგრო. ბოლოს ვეუბნებოდი ნანას რომ ვაიმე ხო არ წავიყვანოთ ეს მზარეული მეთის სახში. რა ვიცი, ვუთხრათ ჩემ თავაზე. საფიქრალი რო არ გაქვს რო იცი რა. ძალიან მაგარი იყო რა. თუმცა აქვე აღიარე, ვიცი რომ ამას შენ თვითონაც სიამოვნებს ეს რომ ამას დიდი სიამოვნება არაფერი არ არის და გამოყვებო შენი ოჯახი. უიმე რა თქმა უნდა. გამოყვებული რო არის ეგ ოჯახი ისედაც კაია. ის რომ ყველა სხვადასხვა გემოვნება აქვს, ყველა სხვადასხვა რამე უნდა და იქ არის აი რაც გინდა გეგმები საინტერესოა. ხო, აუცილებლად. აპირებ კიდე დასვენებას არა, საუეჭველის რაღაცას ვიზავთ კიდევ სადმე, ხო, წესი და რიგით. არ ვიცი, უცხოეთში გავალ თუ საქართველოს წესი საქართველოს. მინიმუმ ბათუმში გელოდებით. მინიმუმ ბათუმში. ბათუმში წასვლას ისევ ეგვიპტე ჯობია დამიჯერე შენ. არა, ბათუმში არა. ფინანსურად. არა, ფინანსურად რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეხლა ზღვაზე ვიყავით, კაი ზღვაზე ვიყავით, ეხლა ბათუმის ზღვა წესით არ ჯობია, ხო? აბა შემთან სოფელ სურებში წამოდით. ხო და მაი წესი. გურული ოდამაკ. ან ეგეთ ადგილზე უფრო თამინდა რა, თაში რო გავიდე და თაში დავიშვიდე. თის და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი პოზიტიური განწყობების თქვენგან და წარმატებებს გისურვებთ თქვენი ერთ-ერთი მოსიყვარულე ადამიანისგან, გულშემატკივრისგან. გულწრფელად ვიყვარხართ და რა ვეცვალეთ, ძალიან კაი გადაცემა გაქვთ, პოზიტივი, სადაც არაჩვეულებრივი არხი არის და რა ვიცი, ყოველთვის როცა მეპატიჟებიან, აი იცის ხატიამ ზოგი მილიონის გვირეკავს, ახლა ვეუბნები რომ არ მინდა იქ და თქვენ როგორ პატიჟებით, ყოველთვის მოვდივარ იმით. გვიხარია. სასიამოვნო. პირველი კითხვა ეგ არის, ვინ, სად მივდივარ, რომელ არხზე? ჩვენ სულ გელოდებით, რა თქმა უნდა, გულწრფელად და გისურვებთ ყველანაირის სიკეთეს და წარმატებას. ვიყვარხართ. ასევე ბედნიერი დღე თქვენს და მაყურებელს. წარმატებები.